მაქვს თუ არა მე ცხოვრებაში ძალიან მძიმე შეცდომა. მაქვს. როდესაც ამ გართულებულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წინა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო დარაზმული ძალიან დიდი აგენტურა და ესე იგი შეძდეს პროვოცირება შეძდეს მე ვთქვი რომ თუ პრეზიდენტს როცა ასეთი შეცდომა მოუვა იგი უნდა გადადგეს აი ეს ვთქვი და ეს არ უნდა მეთქვა ამას მე ვთვლი პირადად ჩემი როგორც პოლიტიკოსის როგორც პიროვნების როგორც კაცის ჩაჭრად აი ეს მე ცხოვრებაში სანანებლად მაქვს დავინახე ეს ურარმაზელი ხალხი და ვერ მოვიწვიდე და მოგეთ მანქანა გადმოვედი რა მომეხვივნე და იქ მე და წამოვწდა სიტყვები რომელიც არ უნდა წამოვწდებოდა რომ სისხლი რომ დაიურება პრეზიდენტის მორალური ვალია რომ გადადგეს აი ეს რო ეს რა თქმა უნდა არაფერს არ ნიშნავდა არაფერს არ ნიშნავდა მორალური ვალია მაგრამ მე მაინც ამას სანამ სოცხალი ვერ მოვინელებ ჩვენ ვინც ვიყავით პოლიტიკაში და ვინც შესაძლებელი დავტოვეთ რომ ეს მომხდარიყო ჩვენ ყველანი მიმსახურებთ შუბჭიტყვიეს და ჩვენ ყველანი ასე მიწერია ჩვენ ყველანი ჩვენ თავს უნდა განვიხილავდეთ და სხვა უფლება არ აქვს როგორც საჯარიმო ბატალიონის ჯარისკაცებს და როგორც კი ჩვენ იმ კონდიციაში მოვალთ რომ წყობილებაში აღარ ვარგოდეთ ვალდებული ვართ ეს შევასრულოთ ესე მიწერია და ასე მიმაჩნია და ასეთი ისა მაქვს ეხლა ჯერჯერობით მე მიმაჩნია რომ წყობილებაში ვარ იმიტომ რომ რაღაცას ასე თქვათ ჩემი სპეციფიკური შესაძლებლობების გამო რაღაცას ვაკეთებ ამიტომ მე მიმაჩნია რომ წყობილებაში ვარ მაგრამ როგორც კი მივიჩნევ რომ წყობილებაში აღარ ვარ მე ასაკვირველი ვალდებული ვარ რომ ის გავაკეთო ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ბატონო და თქვენ რა ვიცი თქვენ რო ხართ ნათელ გონებაზე ეგრე ვიმეორებ ნეტა ბევრი სხვა იყოს გაცილებით უფრო ახალგაზრდა ასაკით დროს და მე ახან ახსენეთ თქვენ საჯარიმო ბატალიონი ასევე მინდა გავიხსენო რომ თქვენ ბრძანდებოდით რიგით ჯარისკაცად აფხაზეთის ომში დიახ იყო ასეთი მოარული ამბავი იყო მაშინდელ თბილისში ერთ-ერთი დაბომბვისას ბატონი ნოდარი წინა ხაზზეა და ახალგაზრდა ჯარისკაცები უყვირიან რომ ბატონი ნოდარი დაწექითო და თქვენ ერთ-ერთ ახალგაზრდა ჯარისკაცს უყვირია შეუძახია თქვენთვის რომ ბატონი ნოდარი დაწექითო დაბომბვა რა იქიდან ხვიდან გვესწრიან და თქვენ გიპასუხიათ რომ ბატონი ნოდარი არაო მე გახლავართ რიგითი ნათაძეო და ცნობილი ფაქტია როდესაც უკვე მოაწმოსილი პოლიტიკოსი რიგით ჯარისკაცად იყო წასული აფხაზეთის ომში ესეც ერთგვარი განმასხვავებელია რა ვიცი რამდენი პოლიტიკოსი გინახავთ თანამედროვე ან არც თუ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რომელსაც მსგავსი ნაბიჯი გადაუდგამთ რა მოხდა ამ დამოუკიდებლობის მერე დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტი წლის ბოლოს ქვეყნიდან გავაძევეთ როგორ მოხდა ეგ რომ ეგეთი პრეზიდენტი რომელიც დამოუკიდებლობას აცხადებს წლის ბოლომდე
ვერ ინარჩუნებს ხელისუფლებას. იცით რა, გააძევეს იმათ, ვინც იდგა პუტჩის უკან. გააძევეს რუსებმა. რაც შეეხება პირადად მე მაშინ ავიღე ჩემი სატაბელო მაკაროვი პისტოლეტი წავედი იმაში ამ უზენაესის შენობაში, უზენაეს საბჭოს შენობაში, სადაც ახლა არის ჩვენი მთავრობის სახლი რა არის იმაში. პიონთა სასახლის გვერდზე. წავედი და დავჯექი ზვიადის კაბინეტის წინ. იქ მისი დივანი იჯდა და იქ დავჯექი. და დავიდე წინის პისტოლეტი და ვთქვი გარეკილ პარლამენტს ჯობია დახოცილი პარლამენტი. ეს ხო ანბანია. გარეკილი პარლამენტი არის ძალაუფლება დაკარგული პარლამენტი. და დახოცილი პარლამენტი არ არის ძალა დაკარგული პარლამენტი. იმას არ ჭირდება თავიდან ასე თქვა სულ ნოლიდან დაწყებული გამოთქმა აზრისა შენ ეს კაცი გილჩევნია თუ ეს კაცი გილჩევნია. გამიგეთ? დავჯექი ერთადერთი კაცი რომელიც ამღვა ერთადერთი კაცი იყო ავთორ ცხელაძე რომელიც ჭკუით არ გამოირჩევა. მეტი არავინ არ ამღვა. და წავიდა ეს იგი ფაქტიურად პარლამენტი გაიქცა. ამით რა თქმა უნდა საქართველოში დატოვა სიცარიელე იურიდიული სიცარიელე ძალაუფლებითი სიცარიელე. ამ ფონზე რა თქმა უნდა შევარდაძის მოთხრება იყო ერთადერთი ასე ვთქვათ ხილული ხსნა. ყველა მოძრაობაში. ანუ ის თავარი მონაპოვარი რაც ქონდა ზვიადგამსხურდიას დარჩა. მაგრამ ხელისუფლების დამხობაზე რას ფიქრობთ? ხელისუფლების დამხობაზე მე ასეთი რავი მიწერია. მე პირადად გარდა ზვიადის კრიტიკისა იმის უკვე რა თქმა უნდა არ წასულა და ვერ წავიდოდი ვერასოდეს. მე მიწერია იმაში რაც მოხდა რა თქმა უნდა 150% ბოდიში 75% ბრალი ეკუთვნის ზიადგამსახურდიას, იმიტომ რომ საჭე მას ეპყრა. დანარჩენებს გვეკუთვნის 50%, ისა 25%. მაგრამ ის 25% საკმარისია, რომ ყველანი ვიმსახურებდეთ კედელზე და კედელთან მიყენებას. ერთადერთი ფორმა არსებობისა, რომელზეც ჩვენ უფლება გვაქვს მორალური არსებობა განვაგრძოთ, არის ის, რომ ჩვენი თავი განვიხილოთ როგორც საჯარიმო ბატალიონის ჯარისკაცებმა. და როგორც დადგება მომენტი, როცა წყობილებაში დგომა აღარ შეგვიძლია, მაშინვე დავამთავროთ იმით, რასაც ასეთ შემთხვევაში ყველა პატიოსანი ოფიცერი აკეთებს, რომელსაც ნაწილი გაუწყვეტეს. გამიგეთ? აი ეს მიწერია. ეს არის ჩემი აზრი. მე პირადად ამის გავაკეთებელი ვარ. მაგრამ ჯერჯერობით მე რაღაცებს ვაკეთებ და კიდე გავაკეთებ, რაც საქართველოს ჭირდება. აი ამიტომ მე ვარ ასე თქვა ფიზიკურად. თორე არ ვიქნებოდი. ანუ გაგანადგურებდნენ? გაგანადგურებდნენ? მე გავანადგურებდი ჩემ თავს. რას გულისხმობთ? ვერ მივხვდი. რასაც აკეთებს ყველა პარტიოსანი ოფიცერი, რომელსაც ნაწილი გაუწყვეტეს. ეს სტანდარტია. ანუ სუიციდით დაასრულებდით? აბარა. ძალიან საინტერესო რამე. ჯერ
ასე აქამდე ფორმიდან არ გამოსულა აქამდე არ მიყო საჭირო და საერთოდ ვაკეთებ როგორც კი დავინახავ რომ ვერ ვაკეთებ მაშინვე გავაკეთებ იმას რაც მოვალეა თქვენ ძალიან დიდხანს უნდა იცხოვროთ, იცოცხლოთ, იმიტომ რომ არ ვიცი, გააჩნია როგორ ფორმაში ვიქნები, გააჩნია. აი, საქართველოს რო დაეკარგა დამოუკიდებლობა. ხო. აი, როგორ მოიქცეოდით? შავთული ჩემთვის ისე საჯარო ბატალიონის წევრად. და იბრძოლებდით. თქო უნდა. ვინ გახსენდა? ბატონო და როდის და რატომ დაუბრუნეთ ღირსების ორდენი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს? იმიტომ რომ ჟანრობრივად არ მეკუთვნოდა. ამას ხას უსვამ. ჟანრობრივად არ მეკუთვნოდა. ეს იყო განსაზღვრული რამდენიმე კაცს მისეს ეს ჯილდო იყო განსაზღვრული როგორც მონაწილეებისათვის ქართული პარლამენტის უდიდეს წარმატებებში. მე ვთვლი, თუმცა პირადად მერგო, ასე ვთქვათ, ბედნიერება, რომ 4 წინვალე აქტში მივიღო მონაწილეობა, შემდეგ მივიღე მონაწილეობა რეფერენდუმის დანიშნვაში, 31 მარტის რეფერენდუმის დანიშნვაში და ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. ეს ჩემი ბედნიერება, რომელიც ღმერთმა გადმომიგდო, ასე ვთქვათ. მაგრამ პარლამენტის მუშაობა არის გუნდური მუშაობა, აქ არის ისტორიული შემდგომადობა და მემკვიდრეობითობა, ამიტომ ჯამურად ეს 25 წელი, რომლის რაღაცა დროის რაღაცა მონაკვეთში მე მონაწილეობდი იმაში, ჯამურად ფასდება უარყოფითად ჩემი მიერ. ანუ კონკრეტულად ვთქვათ, საქართველოს პარლამენტმა ჯამურად ვიმეორებ ვერ გაუწია კანონმდებლობითი მომსახურება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს. ნოდარ, დღეს არის 2015 წლის 11 დეკემბერი. გთხოვთ გაიხსენოთ რა ვითარებაში სად გადმოგცათ პრეზიდენტმა ღირსების ორდენი და რომ დაუბრუნეთ და უთხარით ალბათ დაახლოებით ის, რაც ახლა ბრძანეთ, რა გითხრათ მან? ეს იყო 7 დეკემბერი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პარლამენტის ფუნქციების თარიღთან დაკავშირებით, იყო ყოფილი დეპუტატების შეკრება პარლამენტის მოწვევით. იყო დღეს თბილისის საკრებულოს წარსულში, თბილისის მერის შენობაში, თავისუფლების მოედანზე. პრეზიდენტმა ილაპარაკა კათედრიდანვე გამომიგზავნა ორდენი, მეიკვიდექი. ეს ორდენი მე ავიღე, როცა ჩამოვზანდა კათედრიდან, მივედი და გადავეცი ხელიდან ხელში. ეს კომენტარი დავაყოლე. და მისი კომენტარი როგორი იყო და პასუხი რა გითხრათ? მისი კომენტარი იყო, ახლა მუშაობა გაგიწევია და რატო ორდენი არ გინდაო? მე ახლა ვფასობ, რომ პარლამენტის მუშაობა არის გუნდური მუშაობა, პარლამენტთან ურთიერთმომდევნო პარლამენტების მუშაობა არის გუნდური მუშაობა, ისტორიის წინაშე და ფასდება შესაბამისად გუნდურად. მე რო გავიტანო 2 გოლი და მაინც წავაგოთ, არა, თამაში მაინც აგებულია. მოკლედ მომავლის გეგმების შესახებ. ვერ გეტყვით, მე იმედი მაქვს, რომ თუ კი ვიარსებებ, ასე ვთქვათ, ფიზიკურად, მალე მოვესწრებ ისეთ მდგომარეობას, როდესაც საქართველოს დავინახავ საიმედო ხელში. მე მხედველობაში მყავდა, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ერთი თავობით, მინიმუმ ერთი თავობით უმცროსია ჩემზე და ვისაც მომავალში ამ საქმის გაგრძელების პერსპექტივა აქვს. იმედი მაქვს მე, რომ ეს მოხდება. ახლა მე ამას დავინახავ თუ არა, ეგ სხვა არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოხდება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს კლასიკური ფორმა მომავლის გეგმებისა, რომელიც ადამიანს აქვს და რომელიც ბუნება მისცა და ღმერთმა ჩაუნერგა სულში, აი ეს კლასიკური ფორმა, რომ ვიქნები ბედნიერი და მშვიდი, ეს მე მგონი დღეს მაცხოვრებელი ქართველებისათვის, ყოველ შემთხვევაში უფროსი თაობის ქართველებისათვის ეს გამორიცხულია. გამორიცხულია, იმიტომ რომ იმდენი ტრაგედიის მომსწრენი ვართ, იმდენი მაპატიეთ სისაძაგლის მომსწრენი ვართ და ასე ვთქვათ, პასიურად მონაწილენიც იმ აზრით, რომ ვართ აგერ ქვეყანაზე და ვერ შეუშალეთ ხელი, თუნდაც სამოქალაქო ომი აიღეთ. აი იმდენი სისაძაგლის მომსწრენი ვართ, რომ უბრალოდ სირცხვილია და
და ფსიქოლოგიურად არაბუნებრივია, რომ კაცს იმედი ქონდეს, ოდესმე ბედნიერი ვიქნები და კმაყოფილი ვიქნები და შევხედა მზეს და გამიხარდება. ესეთი რამე უკვე აღარ იქნება. ერთადერთი რა შეიძლება წდებოდეს მომავლის გეგმები, აი თქვა რაღაცას ხელს შეუწყობ, რაღაცას გავაკეთებ, რაღაცას ვერ გავაკეთებ და სანამ ვარ და სანამ ვიარსებებ, აი ამა და ამ მიმართულებით თქვა დავაბადებ ჩემ შესაძლებლობებსა და ენერგიას. რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიის გარანტიას, მას უნდა მიეცეს საჩიელო მკაფიო და ნათელი ფორმულირება. აი აქ ამ ტექსტში. და ჩემი წინადადება აი ფორმულირება დაახლოებით ასეთი იყო. რა თქმა უნდა მისი დახვეწა შეიძლება. იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზები საქართველოში არიან არა ეროვნული ჯგუფი, არამედ ერი, რომელსაც სხვა ეროვნული ტერიტორია დედამიწის ზურგზე საქართველოს რესპუბლიკის გარეთ არ მოეპოვება და რომელიც თავის ისტორიულ მიწა-წყალზე ცხოვრობს, საქართველოს რესპუბლიკა აცხადებს აფხაზი ერის ეროვნული ავტონომიური სახელმწიფოებრიობის გარანტიას აწ და მარადის.